ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. მოგესალმებით ყველას და როგორც ყოველთვის გთავაზობთ დღის განმავლობაში მოხდა მსოფლიო შოუ-ბიზნესურ ამბებს. მოდით ჯერ ქართულ სიახლეებს გავესწროთ, შემდეგ კი უცხოური ამბებიც გავიგოთ. წავედით. თეატრალური სარდაფი როგორც ყოველთვის ახალ სახეებსა და იდეებს გვთავაზობს. ამჯერად რეჟისორმა ნინო ლიპარტიანმა ბალზამინოვის ქორწინება დადგა. სპექტაკლი 2 წელია უკვე რეპერტუარში ეს არის ბალზამინოვის ქორწინება. პრემიერა არ არის, მაგრამ დღეს ახალი პერსონაჟი ყავს შემოყვანილი და ამდენად მისთვის ეს პრემიერაა. მიშა! სადახარ? სამტერელოში ვარ, პედიკო რა იყო? მან დასაკეთე. მატრონეთ მას მიხვევს. ხელს მომიშლი. შეხედე, პედიკო, როგორ დამიწვა? აი სულ გამიშავდა, ხედავ? მე რომელი პარიკმახერი ვნახე? რა ჩემი ბრალია? რა სიდიდი ამ ხელათმა? საადი საპარიკმახეროში და გაიკრიჭე. სპექტაკლში ერთი საინტერესო დებიუტია. მთავარი გმირის აუხტენელი ოცნების სიზმრის მატერიალიზების ფუნქცია მომღერალ ქრისტინე იმედაძეს დააკისრეს. ვისაც აინტერესებს, როგორ გამოიყურება დრამატულ სასცენო ამპლუაში მომღერალი, ცნობის მოყვარეობას ნამდვილად დაიკმაყოფილებს. თუმცა რეჟისორმა ის სპექტაკლში ქორეოგრაფიული მონაცემების დემონსტრირებისთვის უფრო მოიწვია, ვიდრე კონკრეტულად სამსახიობო ოსტატობის. დინარის პირას მივსეირნობდიდე? სწავლობ სამსახიობოზე, ჯერ არ ვარ მსახიობი, მაგრამ აქ არ მოვედი, იმიტომ რომ ვითამაშო როლი, აქ აბსოლუტურად ჩემ ამპლუაში ვარ ბალერინა და უბრალოდ მიხარია ძალიან, რომ რაღაცა ბალერინა რო ჭირდება ადამიანს, ვახსენდები ყოველთვის მე და ამისთვის დიდი მადლობა მინდა გადავხატო რეჟისორს და ყველა დანარჩენ სხვა მსახიობებს. უკვე 7 წელია, რაც ისინი ჯაზს მღერიან. ეუფლებიან თანამედროვე ცეკვას. მიუხედავად ასაკისა, მათ უკვე საკმაო პოპულარობა მოიპოვეს და ბევრი თაყვანისმცემელიც გაიჩინეს. ესენი არიან ძმები გულაშვილები, რომელთა მორიგი კლიპის პრეზენტაციაც კინოთეატრ ქოლგაში შედგა. სიმღერის სახელწოდებაა მომღერალი ძმები, რომელიც ირინა მაისურაძეს ეკუთვნის. ტექსტი ბიბი კვაჭაძისაა, ხოლო კლიპის რეჟისორები დაჩი დარჩია და ბასა სამხარაძე არიან. იდეა მარტივი და გასაგები. დღევანდელ დღესაც არსებობენ ახალგაზრდები, რომლებიც მღერიან ჯაზს და ცეკვავენ სტეპს. ჩვენი სტეპის მასწავლებელი, როგორც აქ ცხოვრებაში, აგრეთვე კლიპშიც კახა ხოშტარია და კლიპის რეჟისორები არიან დაჩი დარჩია და ბასა სამხარაძე. ძალიან კარგი მუშაობის პროცესი იყო ეს 2 დღე, ჩემთვის არაჩვეულებრივი იყო, დაუიწყარი დღეები. როგორც ხედავ ხალხსაც მოეწონა, ჩვენ ძალიან მოგვეწონა, ახლა ბოლოჯერ ავედით ვიცეკვეთ და ეს მგონი განსაკუთრებით მოეწონათ. სიმღერა მეკონდა ფესტივალზე საზღვარგარეთ და თან უნდა ეცეკვათ აქ უფრო სხვანაირი სცენური ცეკვაც არის დადგმული კახა ხოშტარიას მიერ.
ძალიან კარგი გადაღებულია, ძალიან კარგი ხედვარი, აი კარგია, აი ერთი სიტყვით შეიძლება ითქვას, რომ ძალიან კარგია, ძალიან დადებითია და არაჩვეულებრივი ნამღერია. ორი ანგელოზი რომელიც მღერის, რომელიც უბრალოდ კარგად მღერია. სხვა მეტი არაფერი არ ეთქვას. თავის საქმეს კარგად აკეთებენ. მე რა ვიცი, ალბათ მართლა როგორც თქვი, რომ კაი მასალა იყო, კაი მოსაზრელი მასალა იყო, კაი ტორტიც გამოცა. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.